გიორგი ხარებავა, ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენელი იმყოფება ჩვენთან სტუდიაში. მასთან ერთად ვისაუბრებთ გლობალური პოლიტიკის შესახებ. გიორგი, მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. მე მაინტერესებს თქვენგან შემდეგი რა ეტაპზე იმყოფება ახლა ურთიერთობები ამერიკა-უკრაინისა და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები. რაღაცნაირად ცეცხლის შეწყვეტაზე ჩვენ ვნახეთ რუსეთის პოზიცია და ასევე მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია. თქვენი აზრით, როგორ შესაძლოა განვითარდეს პროცესები? ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტა იქნება ეს დროებითი თუ კონფლიქტის სრული გადაწყვეტა არასამხედრო გზით ძალიან ნაკლებ სავარაუდოა. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, რამდენიმე მიზეზი არსებობს ამისა. პირველი, ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა მოსაზრება, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი გახდა მიზეზი რუსეთის ინტერვენციისა, რაც სიმართლე რომ ვთქვათ, ასე არ არის. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ ყველანაირი გარანტია იმისა, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებდნენ. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის. შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატები დღეს უკვე ღიად აღიარებენ ამას, რომ 2014 წლის შემდეგ მათ მსგავსი გარანტიები დახრულ კარს მეუღმა დიპლომატიით პუტინს და რუსეთის წარმომადგენლებს მისცეს. მთავარი მიზეზები, რის გამოც რუსეთმა გადაწყვიტა ხელახალი ინტერვენცია უკრაინაში, არის რამდენიმე. პირველი, უკრაინა არის 40 მილიონიანი სახელმწიფო. ომამდე ყოველ შემთხვევაში ასე იყო, დღეს დაახლოებით 30 მილიონია. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ უკრაინას წილად ხვდა ძალიან ძლიერი ინდუსტრია, განსაკუთრებით სამხედრო ინდუსტრია. 2014 წლის შემდეგ უკრაინაში მომძლავრდა ნაციონალისტური განწყობები. ნაციონალიზმი ამ შემთხვევაში კარგი გაგებით უკრაინული ერის კონსოლიდაციის პროცესი დაჩქარდა. ამის პარალელურად უკრაინამ დაიწყო საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა. მათ შორის დაიწყო თანამშრომლობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის თურქეთი. უკრაინა არის სახელმწიფო, რომელსაც ოფიციალურად აღიარებული საზღვრების მიხედვით შავ ზღვაზე და აზოვის ზღვაზე აქვს ყველაზე დიდი სანაპირო ზოლი და მას ნატოს გარეშე თუნდაც თურქეთთან ალიანსით შეუძლია რუსეთის ინტერესებს ან რუსეთის პოზიციები ძალიან შეასრულოს შავ ზღვაზე. ჩვენ ამ მიმართულებით თანამშრომლობას ვხედავდით. თუნდაც ომამდე უკრაინასა და თურქეთს ჰქონდათ გაფორმებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თურქეთი დღემდე უკრაინისთვის ამზადებს სამხედრო ხომალდებს, კორვეტებს. მათ შორის ერთ-ერთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩაეშვა ზღვაში და დღეს მასზე წვრთნებს გადიან უკრაინელი სამხედროები. ყველა ეს მიზეზი რუსეთის თანამედროვე ხელისუფლების აღქმით, პუტინის და მისი გარემოსთვის აღქმით საფრთხეს უქმნის რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს. აქ არაფერ შუაში არ არის ნატო. ისინი უკრაინას აღიქვამენ საფრთხედ, რომელიც მანამ უნდა, ასე ვთქვათ, გადაყლაპონ, სანამ უკრაინა მოძლიერდება. როგორც აღმოჩნდა 2022 წელს უკრაინა უკვე საკმაოდ ძლიერი იყო საიმისოდ, რომ რუსეთის სამხედრო კუთხე ძალიან სწრაფად დაემარცხებინა. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ მოვლენათა განვითარების ისეთ სცენარს, სადაც დიპლომატიას შეუძლია კონფლიქტი გადაჭრას. ორ მხარეს შორის ერთის მხრივ გვაქვს უკრაინა, რომელსაც სურს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის, საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა და მეორე მხრივ გვაქვს რუსეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესები რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არსებობს და ეს არის სამხედრო გზა ამ კონფლიქტში. ან ერთი მხარე გაიმარჯვებს, ან მეორე მხარე. იქამდე ნებისმიერ მხარეს შეუძლია. ჩვენ ვხედავთ დონალდ ტრამპის განცხადებებს, მის არაორდინალურ ქცევებს, მათ შორის მის კომენტარებს და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების კომენტარებს დამანგრეველი სანქციების შესახებ, თუმცა მაინც ხომ არ ფიქრობთ, რომ ძიმე ფასის გადახდა მოუწევს მსოფლიოს ტრამპის პოლიტიკის შედეგად, მისი არაორდინალურობის შედეგად რაღაცნაირად ვხედავთ, რომ ნეიტრალურ პოზიციაზე მაინც არის, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო მისი პოზიციები იცვლება, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. უსვამ განცხადებებს ამ შემთხვევაში. პრეზიდენტ ტრამპმა ჯერ კიდევ მანამ სანამ ხელახლა იყრიდა კენიის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად, განაცხადა, რომ მის პირობებში ომი არ მოხდებოდა და ის დიპლომატიურად უნდა მოგვარებულიყო. მან პირობას დადო, რომ ერთ დღეში დაასრულებდა კონფლიქტს. შემდეგ ეს ერთი დღე გაიზარდა ერთ თვეში, შემდეგ გაურკვეველ ვადაში, ხო? გამომდინარე იქიდან ბოლო 2 წლის განმავლობაში, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რა განცხადებებიც უკეთებია დონალდ ტრამპს და მის გარემოცვას, ეს მათ გარკვეულწილად აიძულებს, რომ სცადონ დიპლომატიური მოგვარება აღნიშნული კონფლიქტისა. თუმცა აღნიშნული კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარება, როგორც მოგახსენეთ, მე ვერ ვხედავ ამის შესაძლებლობას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს და მის გარემოცვას ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეუძლიათ, რომ სცადონ ამ მიმართულებით სვლა. თუმცა საბოლოო ჯამში მნიშვნელობა არ აქვს, მიიღწევა თუ არა 30 დღიანი დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. რუსეთი ამ შეთანხმებას დაარღვევს.
და ჩვენ ვხედავთ, როგორი პირობები აქვთ მათ უკვე წამოყენებული, რომ ამ დროის განმავლობაში უკრაინას არ უნდა მიაწოდონ ახალი შეიარაღება. რამდენიმე სტრატეგიული მიზანი აქვს რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში. ეს არის ეგრეთ წოდებული დენაციფიკაცია, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, არამედ უკრაინის სამხედრო პოლიტიკური ელიტის გაწმენდას სრულად პატრიოტი უკრაინელებისგან და რაღაც მედვედჩუკის მსგავსი პრორუსი ეგრეთ წოდებული გოშია დიქტატორების დასმას უკრაინის ხელისუფლებაში და უკრაინის სამხედრო ელიტაში. მეორე არის ეგრეთ წოდებული დემილიტარიზაცია, რაც გულისხმობს რამდენიმე კომპონენტს. პირველი მთავარი კომპონენტი არის უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება იმდენად, რომ უკრაინამ ვერ შეძლო საკუთარი თავის დასვა. კონკრეტულად 50,000 იყო დასახელებული რიცხვით, თუ არ ვცდები, სტამბოლის მოლაპარაკებებისას 50,000-იანი შეიარაღებული ძალები უკრაინისთვის კი არა, საქართველოს ხოლმე სახელმწიფოსთვისაც კი არ არის საკმარისი. და მეორე კომპონენტი ამ ეგრეთ წოდებული დემილიტარიზაციის არის უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის განადგურება, რომ უკრაინამ ვერ შეძლოს საკუთარი წარმოების შეიარაღების გამოშვება. და უკრაინის სამხედრო ინდუსტრია არის საკმაოდ ძლიერი, მათ შეუძლიათ აწარმოონ თითქმის ყველანაირი შეიარაღება, დაწყებული ჯავშან ტექნიკით, გაგრძელებული სარაკეტო შეიარაღებით, დასრულებული სამხედრო საზღვაო ხომალდებით, ხო? რუსეთს უნდა რომ ამ მიმართულებითაც უკრაინა გახდეს სტერილური. მესამე, რასაც რუსეთი ითხოვს, არის ეგრეთ წოდებულ 1997 წლის სტატუს-კვოზე დაბრუნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნატოს ქვეყნებმა საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურა ისეთი ქვეყნებიდან როგორც არის პოლონეთი, ბალტიისპირეთი გაიყვანონ 1997 წლამდე არსებულ საზღვრებს. 1997 წელს ყოფილი სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებიდან არც ერთი არ არის ჯერ გაწევრიანებული ნატოში. არათუ ბალტიისპირეთი, მათ შორის არ არის გაწევრიანებული არც პოლონეთი, არც უნგრეთი, არც სლოვაკეთი, როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთოს ვიქტორ ორბანმა, მაგალითად, ვიქტორ ორბანსაც ესმის, რომ აი ამ ბოლო მოთხოვნის შესრულება უნგრეთის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. აი ჩვენ რა კი ხავთ საუბრობდით უკრაინის პოზიციებთან დაკავშირებით, კლავ ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს მუდმივად დრო-და-დრო იშვიათი მინერალების შეთანხმების შესახებ, ბოლო დროს არ მომისმენია ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. საბოლოო ჯამში თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, მიიღწევა თუ არა საბოლოოდ ეს შეთანხმება ამ მიმართულებით? მე როგორც ვიცი, შეთანხმება მიღწეულია, უკრაინული მხარე თანახმაა, რომ მოაწეროს ხელი, ალბათ უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიხილავთ ამ შეთანხმებაზე ხელმოწერას. და რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ძალისხმევას, როგორ უყურებთ თქვენ ამ ყველაფერს? არაერთი სამიტი, საგანგებო შეხვედრა, შედეგი ამ ეტაპზე რა შეიძლება რომ ვთქვათ, რა არის ეს შედეგი? დიახ, ეს ყველაფერი გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად გავიდეს ევროპის უსაფრთხოებიდან. ამ შემთხვევაში მინდა ერთი რაღაც ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები არის გასაგები. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ აღარ ვცხოვრობთ უკვე 2000-იანი წლების საერთაშორისო სისტემაში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთადერთი სუპერსახელმწიფო და რამდენჯერმე აღემატებოდა მის შემდგომ მყოფ ქვეყნებს. ხო? თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში ამერიკის შეერთებული შტატებს მიაჩნია და ჩემი აზრით სწორად მიაჩნია ისინი ყველგან ვერ იქნებიან და ყველგან ყველაფერს ვერ დაიცავენ. თუმცა ასე სწრაფად მოვლენები არ უნდა ვითარდებოდეს. თუ შეერთებულ შტატებს უნდა რომ ევროპას გადააბაროს ევროპის უსაფრთხოება, ამას სჭირდება რამდენიმე წლის განმავლობაში გაწერილი გეგმა. ხო? დროის რა მონაკვეთში, რა რაოდენობით მცირდება შეერთებული შტატების ჩართულობა და რა რაოდენობით იღებს ევროპა, ევროპული სახელმწიფოები საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება აი ამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავიდეს ამერიკის შეერთებული შტატები ევროპიდან. ეს საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებსაც აზიანებს. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა ძალიან დიდი თანხის დახარჯვას აპირებს სამკუთარ სამხედრო შეიარაღებაში. მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით ევროპის კავშირი და ევროპული სახელმწიფოები, მათ შორის ბრიტანეთი, აი ამ 800 მილიარდის თუ რამდენი მილიარდიც იქნება რა თქმა უნდა, მათ ამ თანხის უდიდეს ნაწილს ჩადებს ევროპის სამხედრო ინდუსტრიაში. ეს პული წავა არა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინდუსტრიაში, როგორც აქამდე მიდიოდა დღეს მონაცემებით, ევროპის შეიარაღების 70% დაახლოებით მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აქედან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ეს იქონიებს თუ არა გავლენას უკრაინაზე განსაკუთრებით და რა დარტყმა შესაძლოა მიიღოს უკრაინამ ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია რა მოხდება მას შემდეგ, რაც რუსეთი საბოლოოდ ააყირავებს მოლაპარაკებების მაგიდას. ჩემი აზრით, შეერთებული შტატები ბოლომდე ვერ მოახერხებს, რომ იზოლერდეს უკრაინის კონფლიქტისგან, მას მოუწევს გარკვეული და მხარდაჭერის აღმოჩენა უკრაინისთვის. ნეიტრალური ზონიდან გასვლა თქვენი აზრით. შეერთებული შტატები მსგავს კონფლიქტში, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე
ერთგულ მოკავშირეებს ევროპაში მსგავსი კონფლიქტისგან შეერთებული შტატები ფიზიკურად ვერ აღმოჩნდება იზოლირებული. რაღაც ჩართულობა შეერთებული შტატებისა ამ კონფლიქტში ყოველთვის იქნება. მინდა კითხოთ უშუალოდ საქართველოზე რომ გადმოვერთოთ დანიგანისა და ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ. ეს იყო შეიძლება ითქვას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პირველი გამოჩენა ასე საჯაროდ ქართული ოცნების მარიონეტებთან და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან ამ შემთხვევაში თქვენი აზრით ეს იყო რიგითი სამუშაო შეხვედრა მაკო ბოჭორიშვილთან თუ მან კონკრეტული გზავნილები გადასცა ქართული ოცნების ხელისუფლებას მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის კონკრეტული გზავნილები კონკრეტული გზავნილები რომ გადასცა ეს საელჩოს განცხადებაშიც ძალიან ნათლად გამოჩნდა ჩემი აზრით სადაც საუბარი იყო იმაზე რომ მაკო ბოჭორიშვილს გადასცეს რუბიოსა და ტრამპის პრიორიტეტები ამერიკის და ასევე გამოთქვეს იმედი რომ საქართველოს შეერთებული შტატებს მოკლედ შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში სვლა უნდა გააკეთოს საქართველოს და ყველაფერი ვერ იქნება ისე როგორც აქამდე იყო. პარტნიორების ლანძღვა, პარტნიორების რეკომენდაციების არჩევა ეს ხელისუფლების რეჟიმის კრიტიკოსების თქვათ დაიწყო იქ დისკუსია მის შესახებ აი რატომ არის მოხსენებული მაკო ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად და ასე შემდეგ ამ მიმართულებით გაჩნდა თქვათ კრიტიკა ამ შემთხვევაში ალბათ არაპოპულარულ რამეს ვიტყვი მაგრამ პირველივე დღიდან მე ყოველთვის ამბობდი იმას, რომ აი ეს არაღიარება ოცნების რეჟიმისა, რომელიც გვაქვს, ეს არ უნდა მივიღოთ მუდმივ მოცემულობად. იმისათვის, რომ ეს გაგრძელდეს, აუცილებელია, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ველმა შექმნას ოცნების ალტერნატივა. თუ პარტნიორები ვერ დაინახავენ იმას, რომ ალტერნატივა ქვეყანაში არსებობს, ისინი ბოლოს და ბოლოს რაღაც მომენტში იძულებული გახდებიან, რომ ითანამშრომლონ არსებულ ხელისუფლებასთან, ხო? იმიტომ თანამშრომლობა არ არის. ეს პროცესი თქვენი აზრით უკვე დაწყებულია. ჩემი აზრით ეს შეხვედრა და იგივე საგარეო საქმეთა მინისტრად მოხსენება არის გარკვეული სიგნალი ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციური სპექტრის მიმართ, რომ მათ გარკვეულწილად დაანახონ რაიმე მოქმედებები დასავლეთს, რომ მათ შეუძლიათ ერთად თანამშრომლობა. თქვენს წინა ბლოკში იყო საუბარი თუ არ ვცდები აი ამ თანამშრომლობის აუცილებლობაზე ოპოზიციური პარტიების მიმართ. არ ვიცი შეიძლება ამ ადამიანებს ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ, თუმცა სახელმწიფოს ინტერესები როცა დებს სასწორზე, პირადი ანტიპათიები გვერდზე უნდა გადაიდოს და დიდი მიზნებისათვის როგორღაც უნდა გაერთიანდნენ აღნიშნული ოპოზიციური პარტიები და ამ გაერთიანებაში არ გულისხმობ რაღაც ის ყავლგასულ სიტყვას. გაერთიანება ნიშნავს, რომ შეიმუშაონ კონკრეტული სტრატეგია, შეიმუშაონ გარკვეული საერთო ორგანო, შეიმუშაონ გარკვეული საბჭოები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშაობენ, იქნება ეს საგარეო პოლიტიკა, იქნება ეს ქვეყნის შიგნით პროტესტის შემდგომი გინგეგმის მუშაობა, როგორ გრძელდება პროტესტი და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩემი აზრით, შეერთებული შტატების საელჩოს ეს განცხადება და შეხვედრა დენიგანსა და მაკო ბოჭორიშვილს შორის ქართულ ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა მიიღოს სიგნალად, რომ მას უფრო მეტი აქტიურობა მართებს და ასე პასიურობით საბოლოო ჯამში შეიძლება და ბოლო კითხვა მეგობარი აქტის შესახებ, როგორც ვიცით, 27 მარტს იგეგმება განხილვა, რა პერსპექტივა აქვს თქვენი აზრით ამ დოკუმენტს და მსგავსი ტიპის კანონები, როგორი ტიპის ქვეყნების ხელისუფლების მიმართ მიიღება? ხო, ცხადია, მსგავსი ტიპის კანონპროექტის დაინიცირებაც კი მიღებაზე წინაც იყო დაინიცირებული, თუმცა არ მეუღიათ, თუმცა დაინიცირება ნიშნავს იმას, რომ ქართულ ოცნებას კარგად საქმე არ აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოს მეგობრებთან. ხო, კონგრესში არის 400-ზე მეტი წევრი, სენატში არის 100 წევრი. აი ამ კანონმდებლებში არის რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოს საკითხზე მუშაობს და ეს ადამიანები რა აზრის არიან საქართველოსზე და რა გადაწყვეტილებებს ლობირებენ ისინი, დიდწილად გავლენას ახდენს საბოლოო ჯამში შეერთებული შტატების პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში. არ აქვს მნიშვნელობა ეს აქტი საბოლოო ჯამში კანონად იქცევა თუ არა. ფაქტია ის, რომ ოცნების ხელისუფლებას ძალიან აქვს გაფუჭებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები და ეს მაკო ბოჭორიშვილის ბოლო ვიზიტმაც ძალიან კარგად გამოაჩინა ნიუ-იორკში, როდესაც მას არც ერთი კონგრესმენი არ შეხვედრია, არც ერთი სენატორი არ შეხვედრია და ადმინისტრაციიდან აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდანაც არავინ არ შეხვედრია მას. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირდაპირ ეთერში ჩვენს კითხვებს პასუხობდა გიორგი ხარებავა, ის ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენელია.